რა საკიდან უნდა დაიწყოს მარხვის შენახვა ადამიანმა და თუ 12-13 წლის ბავშვი მარხვას არ ინახავს, სწოდავს თუ არა? სწოდავს. რა საკიდან უნდა იმარხულოს ბავშვმა? თქვენი აზრით. 12 წლიდან, 7 წლიდან? მოდი ვთქვათ რა არის მარხვა. მარხვა რა არის? რა არის მარხვა, ალბათ? მარხვა არის სულიერი განწმენდა. ძალიან კარგი რამე მითხარი ახლა შენ. მოდი. აბსოლუტურად მართალი ხარ. დიდი მადლობა. კიდევ რა არის მარხვა? ანუ ჩვენ რო უფლისათვის რაღაცას მოვითმეთ, ხო მართალია? კი ბატონო. ჩვენ რა შეგვიძლია უფლის სიყვარულით რომ მოვითმინოთ? აი მოდი ახლა ვინ არის კიდე გაბედული და რას იტყვის რომ რას მოითმეს უფლის გულისთვის? უფალმა ჯვარცმა მოითმინა ჩვენთვის. ჩვენ რა შეგვიძლია უფლისთვის რომ მოვითმინოთ? პირადი შეურაცხყოფა, კიდევ? სიკეთე რომ გავაკეთოთ, კიდევ? აი რა შეგვიძლია მოვითმინოთ? ეხლა აბა მეგობარო, აი რომ ჩაგრავენ და რომ მოვითმინოთ. კიდევ? სიღარიბე რო გვაქვს და ეს რომ მოვითმინოთ, კი ბატონო? გაჭირება რომ მოითმინო, ავადმყოფობა რომ მოითმინო. სიბრაზე რომ მოითმინო, ანუ ნახეთ როგორი ამბავია. ადამიანს აქვს 5 საგრძნობელი. საგრძნობელი რა არის ბავშვებო, ნახეთ რაღაცა უცხო ტერმინი კი არ გეგონოთ. აი ჩვენ მეტყველებთ ხო მართალია, ჩვენ გვესმის, ხო გვესმის, ყურით ხო გვესმის, თვალით ხო ხედავთ, პირის გემო ხო გვაქვს, ესე იგი. ხელით ხო ვეხებით, რაღაცას ხო ხელით ვეხებით, ესე იგი. და ცხვირით ვის უნთქავს, სუნს გძნობთ, ესე იგი. აი ამ 5 საგრძნობელის მეშვეობით ჩვენ გვაქვს ურთიერთობა გარე სამყაროსთან. და მარხვა მარტო ის კი არ არის რომ პირის გემოს გაუფრთხილდა, ესე იგი და არ ჭამო მარტო რაღაცა რაც ესე იგი რაც მცენარეული არ არის. მარტო საკვებისგან თავშეკავება კი არ არის მარხვა. არამედ მარხვა არის რომ დაუშვათ შენ რო ვიღაცა გელაპარაკება სხვა ადამიანზე, აი რაღაცას გეჭორავება, რაღაცას გეუბნება და შენ რო ყურს დაიცავ. არ მოისმენ არაფერს ისეც, რაც შენზე არ გინდა რომ სხვამ თქვას. ეხლა აი მაგალითად ჩვენზე გაგვეხარდება რომ თქვას რომ აი შენ რა ქვია სახელი? გინდა შენ. აი დავითი რო თქვან რომ უზრდელი ბავშვია, შენ მოგეწონება შენზე რო თქვან. ხო და ესე იგი, როდესაც შენთან სხვა ადამიანზე ამბობენ რომ ის უზრდელია, შენ უნდა თქვა, მე არ მაინტერესებს, ჩემთან მაგ რაღაცებს ნუ ლაპარაკობ. ამით შენ ყურს დაიცავ. ეგეც მარხვა. გესმით რაზე ლაპარაკობ? ან დაუშვათ აი უცბად ჩართე ტელევიზორი თუ ტელეფონი და იქ რაღაცას ხედავ ისეც, რაც ქრისტიანმა არ უნდა ნახოს. და შენ გამორთავ იმას, რომ შენი თვალი დაიცვა. ეგეც მარხვა. დაუშვათ მარხვაში შენ გთავაზობენ რომ რაღაცა არა სამარხო კერძი მიირთვა. და შენ უარს იტყვი. ესეც მარხვა, იმიტომ რომ შენ დაიცავ, შენს პირს დაიცავ, შენ მუცელს დაიცავ, რომ არ შეჭამო. ოღონდ მარტო ჭამაზე და არ ჭამაზე კი არ არის დამოკიდებული მარხვა. მარხვა არის დამოკიდებული იმაზე, რომ შენ არავის არ მოექცე ისე, როგორც შენ არ გინდა რომ მოგექცნე. შენ ყველას მოექცე ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნე. თორე ეხლა წარმოიდგინეთ, დაუშვათ მე არაფერს არ ვჭამ. აი დილიდან საღამომდე არაფერი არ ვჭამე, არც წყალი არ დავლია, მაგრამ დავდექი და ხან ერთ ადამიანზე ვილაპარაკე ცუდი რაღაც, ხან იმას გაუბრაზდი, ხან დაუშვათ რაღაცა ცუდი ფიქრები, რაღაცა ცუდი რაღაც ვიფიქრე სხვა ადამიანზე. ეხლა მე რა რო არაფერი არ მიჭამე, რა ის ჩემი მარხვა არის? ეშმაკი საერთოდ არაფერს არ ჭამს. არ ჭირდება მას ჭამა. მაგრამ ეხლა ვინმე იტყვის, რომ ეშმაკი მარხულობს? ხო რა უნდა იტყვის?
თავარი ის კი არა რამე ჭამო და არ ჭამო. რა თქმა უნდა, ესეც ეხმარება. ხორციელი მარხვა ადამიანს ეხმარება, მაგრამ ჩვენ თუ მარხვა მარტო საჭმელამდე დავიყვანეთ, ეგ არასწორი იქნება. მოდი ახლა ამ კუთხით შევხედოთ, რამდენი წლიდან უნდა მარხულობდეს ბავშვი. აი მაგალითად 8 წლის ბავშვია. მე ხა 8 წლის ბავშვმა უნდა ილაპარაკოს ცუდი სხვაზე? არ უნდა, ესე იგი 8 წლის ბავშვი უკვე უნდა მარხულობდეს, ხო მართალი? უკვე უნდა თავს იკავებდეს ყველაფერი იმის თქმისაგან, რაც თვითონ არ მოეწონება. 8 წლის ბავშვი ცუდ სიტყვებს უნდა ამბობდეს? ესე იგი, ეგ თუ არ იტყვის და თავს შეიკავებს, ეგ მარხვაა უკვე. ეგ თავშეკავება. მარხვა არის ყველაფერი იმისგან თავშეკავება, რაც ადამიანს ავნებს. ეხლა მაგალითად რძე ადამიანს არ ავნებს. ხორცი ადამიანს არ ავნებს. არ აწყენს, მაგრამ წარმოიდგინეთ მარხვაში ხორცისგან და რძისგანაც კი ჩვენ თავს ვიკავებთ. და ვიწის სიტყვის თქმა, განკითხვა, მრისხანება ადამიანს ავნებს, აწყენს. მარხვაშიც და ხსნილშიც. და ამისგან მით უმეტეს თავშეკავება გმართებს. გესმით რაზე ალაპარაკი? თავშეკავება გმართებს კიდე რისგან? ეხლა ხო ჩვენ აი მართლაც სენივით არის მოდებული, რომ ბავშვი დაიბადება თუ არა, ტელეფონი მოყვება მე მგონი. და იმისგან თავშეკავებაც მარხვა.